ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი, რომელიც ზოხოს CRM-ის და ზოგადად ნებისმიერი სისტემის ყველა მომხმარებელმა უნდა იცოდეს, მნიშვნელობა არ აქვს რა სისტემა იქნება, არის ჩანაწერებთან მუშაობა. ანუ მათი გაფილტრა და მათი პოვნა, შეგნით შესაბამის ინფორმაციის შეყვანა. ხა იმ რუტინაზე, რომელიც შეიძლება რომ არსებობდეს შიგნით მონაცემების შეყვანის სახით, ამაზე ცალკე ვიდეო იქნება, მაგრამ ამ ვიდეოში მინდა ვისაუბრო კონკრეტულად ფილტრების გამოყენებას. მე ახლა გაჩვენებთ ლიდების მაგალითზე, მაგრამ პრინციპი ერთი და იგივეა. ეს არ უნდა იყოს საზეპირო, რომელსაც რაღაც ველების დასახელებები დაიმახსოვრეთ. მთავარი არის გააზრება. თქვენ თუ გაიაზრებთ ამ ფილტრების გამოყენებას, რა პრინციპებით გამოიყენება, ნებისმიერ მოდულში თავისუფლად იმუშავებთ. პირველ რიგში რას უნდა ხვდებოდეთ, რომ ჩანაწერს ესა მოდულში, როდესაც ვიყოფებით, დავაკვირდეთ, რომ თუ გინდა რომ მთლიან ბაზაში ვეძებოთ ამ მოდულის მთლიან ბაზაში, მაშინ უნდა დავაკვირდეთ, რომ all leads აი ამ სიაში ვიყოფებით. იმიტომ რომ აქ ყველა არის. სიაზე ცალკე ვიდეო არის, იქ შეგიძლიათ ცალკეთ ნახოთ სიებზე. ხო, ანუ გამოდის რომ მე ვიყოფები სიაში, სადაც ყველა ლიდი არის, სადაც მიადვილებს ძიების პროცესს. ამას კლიკავ, აი ამ აიკონს კლიკავ და გამოდის ფილტრაციის პანელი. ანუ უკვე გაფილტრის საშუალებას მაძლევს. და მე აქ შემიძლია რომ მოვძებნო, მაგალითად, სტატუსი, აი ვის ვეძებ, ხო? ჩემ თავს დავუსვენ კითხვას და ვიტყვი რომ მაგალითად მე ვეძებ LinkedIn-იდან მოსულ დაუკონტაქტებელ ლიდებს. ჯერ სტატუსი ავიღოთ, რომ დაუკონტაქტებელი არის. ეს ერთი. ეხლა ნახეთ, აღარ მიჩანს სხვა ველები, იმიტომ რომ ძიებაში რაღაც მიწერია. ამას გავასუფთავებ და ისევ ყველა ველი გამომიჩნდება, მაგრამ ეს აღნიშნა შენარჩუნებულია. ეხლა ავირჩიოთ წყარო, ხო? წყაროში მინდა იყოს LinkedIn-ი, შემიძლია სხვადასხვა მნიშვნელობები ავირჩიო. LinkedIn-ი და თქვათ Facebook-ი იყოს. არ ვიცი, მოდით გავიღოთ თქვათ LinkedIn-ი და იყოს ზოგადად არის აქ advertisement-ი. აი ასე. ძალიან კარგი. მოდით უკვე მოვფილტროთ, ნახოთ რა ხდება, apply-ს რო დავაწვევი, მაჩვენებს რომ ასეთი არის ერთი ჩანაწერი. Not contact-ითაც რო ემთხვევა, თორემ მე ხეს რო წავუშალო, ხო? აი საერთოდ გავუთიშო. ნახავ რომ უფრო მეტი ჩანაწერი არის, მაგრამ not contact-ით ის იყო რა. შესაბამისად, აქ როდესაც ვეძებთ, ძიების დროს ვგულისხმობთ, რომ ყველა ამ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს. თუ მე მინდა ისეთი ტიპის ფილტრაცია, სადაც, როდესაც რამოდენიმე ფაქტორი მიქნება, მინდა რომ გავაკეთო and კი არა, მაგრამ ეს ან ეს, ხო? ორი რო გამოვიყენო, ან ეს, ან ეს. ასეთი მაშინ CE-ები უნდა გამოიყენოთ და აი CE-ების ვიდეო, იმიტომ არის ცალკე, რომ ეგ არის იქ ახსნილი როგორ გააკეთოთ. ახლა ნახეთ რა ხდება. ვიპოვე მე ესეთი ჩანაწერი და ახლა ვხედავ, რომ ერთი არის ამის რაოდენობა. არის ხოლმე შემთხვევა, გვეუბნებიან, რომ არა, ერთზე მეტი არის და რატო არ მიჩანს პირველი. ან არასწორად აკეთებთ ფილტრაციას, ან არასწორ სიაში იმყოფებით. იმიტომ რომ ეს ძიება მიმდინარეობს C-ის ჭრილში. მე თუ ვიმყოფები C-აში, სადაც რაღაც დღევანდელი ლიდები არის, ხო? მაშინ რა თქმა უნდა, სრულ ბაზას არ ეძებს. ამიტომ დააკვირდით, რომელ C-აში იმყოფებით და რამდენად სწორად ვუწევთ ფილტრებს. ხო, კიდე არის რომ აი აქ რაღაცას ეძებენ, მაგალითად აი source ხო ვეძებ და მე apply filter-ს აკლიკავენ და იმას ვერ ხედავენ, რომ იქ კიდე აქვს ფილტრი დაყენებული და იმის მოხსნა დაავიწყდათ. ამიტომ ესეთ რაღაცებს დააკვირდით, რომ გაასუფთავოთ ეს ველი და ყველა დაინახოთ. თუ არის შემთხვევა, რომ მე ამ ფილტრებს ხშირად ვიყენებ, ყოველ ჯერზე რო არ მომიწიოს ამ ფილტრის ასე ხელით დაყენება, შემიძლია შევინახო ეს ფილტრი. ოღონდ დაიმახსოვრეთ, რომ თქვენ როდესაც ფილტრს ინახავთ, ეს ფილტრი ხელმისაწვდომია ასეთი შენახული სახით თქვენი იუზერისთვის. ანუ გვერდით თუ თანამშრომელი მიზის, რომელიც ამავე მოდულში მუშაობს, იმას ეს ფილტრი არ გამოუჩნდება. ყოველ შემთხვევაში ახლა ზოხოს პარამეტრებით ასეთი ლოგიკა არის, მაგრამ CE-ების შემთხვევაში ასე არ არის. ვიდეოში ნახავთ. ხო, მაგალითად, ამას დავარქვევ LinkedIn not contacted. აჰა. უფრო ნათელი და გასაგები იყოს. ხა რატო გაჩვენებთ ამას? მე ხა გავასუფთავებ ფილტრს, რომ დაუბრუნდე ძველ სიას და ვნახავ, რომ აქ მიჩვენებს რაოდენობას, ანუ ამ კრიტერიუმში რაოდენობრივად LinkedIn და advertisement იყო, ანუ სახელი ჯობდა უფრო კარგად დამერქვა. მაგრამ გადარქმევა თუ გინდათ, აი აქ მიიტანთ და გადაარქმევთ. თუ წაშლა გინდათ, აქედან წაშლით. ხო, რის თქმა უნდა და რომ აქ ერთი რადგან წერია, ესე იგი მე რო აქ დავაკლიკო, შეგინთ ერთი ჩანაწერია და ეს ძალიან კარგი არის ვიზუალიზაციისთვის. ხო? კარგით, ეს არის ფილტრები. გადახეთ კიდე რა უნდა იცოდეთ, რომ როდესაც ეს ჩანაწერები გვაქვს, აი შეიძლება იყოს შემთხვევა, როდესაც აი ასე მოჩანს, ანუ სკლად მოჩანს, ასე ვთქვათ. ასეთ შემთხვევაში თუ გინდათ რომ უფრო დაავიწყოთ, აი ამ ჯადოსნურ ღილაკს მიაკითხეთ
და clip text-ი გავუკეთეთ და ისევ დავიწროვდება. აი ეს ღილაკი არის ძალიან მნიშვნელოვანი. აი რამდენადაც ეს არის მნიშვნელოვანი, იგივენაირად ეს. იმიტომ რომ მე აქ გარდა ამისა, შემიძლია manage columns ავირჩიო და გამოვიტანო ის ველები, რომელიც მე მჭირდება. მაგალითად, description-ი, რომელიც შეგნით ვიწერა, შემიძლია ავირჩიო და გამოვიტანო და დავსვა მესაკუთრის მერე. ხო? ეს შევინახო და აი description-ი აგერ ცარიელი არის, მაგრამ რო ყოფილიყო გამომიჩნდებოდა მნიშვნელობები. ასევე შემიძლია ესენი გადავაადგილო, მაგალითად მოვკიდო, გადავწიო, გადმოვწიო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ იცოდეთ, იმიტომ რომ პროცესში დაგჭირდებათ, რომ რაღაცეები გარეთ გამოიტანოთ და ამბობენ ხოლმე აი ის იქ იყო, ის აქ გაქრა რაღაცეები და ამ სიამოვნებაში ეს არის რა. რას დააკვირდით კიდე? შეიძლება თქვენ რო აქ რაღაცას შეცვლით, ამას შეცვლა გამოიწვიოს სხვა იუზერებთანაც, იმიტომ რომ თქვენ როდესაც ამ კონკრეტული C-ის პარამეტრებს ცვლით, ეს C-ა ხო, ამ C-აზე თვითონ ხო სხვასაც აქვს და იმასთანაც რა თქმა უნდა იცვლება. ამ გვერდოს ის პარამეტრები. ამიტომ შეგიძლიათ რომ თქვენი C-ა შექმნათ. შექმნათ ახალი C-ა, რომელსაც არანაირ ფილტრს არ დაადებთ და თქვენ თვითონვე მართავთ და თქვენ თვითონვე ამ სვეტებს დააყენებთ. კიდე ერთი მნიშვნელოვანი. ფილტრაციის საშუალება არის ყველა სვეტის სორტირების საშუალება არის ყველა სვეტის თავს. მაგალითად, მე თუ მინდა ახალი შექმნილები თავში, desk ავირჩევ და აი ახლები თავში მექნება. ამ პირიქით ამას ავირჩევ და ასე მექნება. თუ მინდა ამბანის მიხედვით დაალაგება, ასე მექნება, ხო? შესაბამისად, ყველა სვეტის თავში შეგიძლიათ რომ ეს აკონტროლოთ და იგივენაირად მე ანსორტი გავუკეთოთ. ხო? კიდე ამასთან დაკავშირებული кейსი, ამბობენ ხოლმე რომ ახალი ლიდი შემოვიდა და არ მიჩანს. არ გიჩანს დიდი ალბათობით, იმიტომ რომ არ არის სორტირებული შექმნის თარიღის მიხედვით. ამიტომ თუ გინდათ რომ ახლები თავში იყოს, სორტირება გააკეთეთ აქ და ახლები იქნება თავში. აი, pip-ი უნდა იყოს დასმული. ხო, ყოფილა შემთხვევა რომ ამის გამო გამოპარვიათ ახალი ლიდი და დროულად არ დაკავშირებიან. ამიტომ ეს სამუშაო გარემო თქვენ უნდა მოიწყოთ. და ბოლოს საკითხი, ამ მოცემულობაში ბოლოთ რომ ეს ასაუბრო ბევრი არის ის რომ ერთ გვერდზე თქვენ როდესაც account-ს გახსნით, გამოგიჩნდებათ 10 ჩანაწერი. როდესაც ახალი იუზერი არის. გადართეთ მაქსიმალურზე, იქნება 50 თუ 100 იქნება და მაქსიმუმ 100-ის გამოტანა შეიძლება აქ ჩანაწერის და უფრო მეც დაინახოთ. თუ ამაზე მეტი არის, რეალურად 50-ზე მეტი ჩანაწერია, გადაფურცლის საშუალება იქნება და იქეთ გადაფურცლოთ. კლონირება თუ გინდათ ან დარედაქტირება ან რაღაც გაკეთება, აი აქაც არის ოფციები ჩამოუყევთ. ეხლა ეს ვიდეო ამის შესახებ არ არის. ხო, თუ კითხვები გექნებათ, აღწერაშია საკონტაქტო მონაცემები.